დედაქალაქში სახალხო დღესასწაული თბილისობა მიმდინარეობს. 2 დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება. ადგილზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები, ასევე საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები. აბანო თუბანში მოწყობილია გამოფენა გაყიდვა თბილისური მრავალფეროვნება. დღის ბოლოს კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. თბილისობა ხვალ ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტით დასრულდება. ორბელიანის მოედანზეც და რიყეზეც განთავსებული არიან კვების ობიექტები, გასტრონომიული სივრცე, ღვინის ფესტივალი, ტკბილეულის ფესტივალი, რა თქმა უნდა, საბავშვო გასართობი აქტივობები, დღის და საღამოს კონცერტები და რიყის პარკში განსხვავებით ორბელიანის მოედნისგან გვაქვს ძალიან დიდი ატრაქციონების პარკი, ასევე სპორტული გასართობი აქტივობები, რომელიც ასევე თბილისობის ტრადიციაა. ამიტომ ყველას ველოდებით დღის 12 საათიდან ოჯახებთან ერთად, რომ ყველამ მიიღოს სიამოვნება და ოჯახის თითოეული წევრისთვის საინტერესო აქტივობა ნამდვილად დახვდებათ. დღეს 20 სექტემბრის 20 საათზე იქნება საპატიო თბილისელის დაჯილდოების ღონისძიება, ხოლო ხვალ ღონისძიებებს შეაჯამებს გალა კონცერტი, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება. ულოცავ დღევანდელ დღეს თბილისობას, საქართველოს მოსახლეობას, თბილისის მოსახლეობას. წარმოვადგენთ ჩვენ შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას. ამზადებთ შვეიცარიული ტრადიციულ ყველს, ოღონდ ქართული ნედლეულით. გვაქვს სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა დაძველების ტიპის ყველები. ყველაც ვიქნებით წარმოდგენილი, დღესაც აქ ვართ გვიანობამდე და შეუძლიათ მობრძანდნენ, გვეწვიონ, დააგემოვნენ ჩვენი ყველი. ეს არის დღე, როდესაც თბილისი კვლავ აჩვენებს თავის სილამაზეს, ღირებულებებსა და ტრადიციებს და ყველაზე მეტად მომწონს ქართული სიმღერები, ცეკვები და კონცერტები. ეს ჩვენი დღეა, ჩვენი ქალაქის დღეა. გილოცავთ მეგობრებო და ეს დღე არასდროს არ უნდა გააქრეს ჩვენი ცხოვრებიდან. ეს ესეთი აუცილებელი დღეა ყველა თბილისელისთვის.